ეს პერიოდი, რომელიც ჩვენთვის არის მოცემული, გვამზადებს სულიერად და შინაგანად ამ ზეიმის აღსანიშნავად. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვცდილობთ უფრო მეტი დრო დავუთმოთ ღმერთს, უფრო მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავს, უფრო მეტი დრო დავუთმოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი ყურადღება და სიყვარული სჭირდება. ლიტურგიული კალენდარი გვახსენებს ჩვენ, რომ ჩვენი ცხოვრება წარმავალი, ჩვენ მოძრავ. ქრისტიანობას პირველი სახელი, რაც დაერქვა ქრისტიანობას, ქრისტიანობა არ ამას ერქვა გზა. რაც იმაზე მეტყველს, რომ ვინც გზაზე დგას, იგი მოძრაობს. ისევე როგორც მოძრაობს დედამიწა, ისევე როგორც მოძრაობს ერთი დრო წელიწადისა მეორე დრომდე. ხუთი წელია მე წასული ვიყავ. და ამ 5 წლის განმავლობაში ცხადია დრო არ გაჩერებულა. 5 წლის შემდეგ ხედავთ ყველას ზოგს ჭაღარა მოგმატებიათ, ზოგს წერი გათეთრებია, ზოგს თმა გათხელებია, ზოგს თმა გახუჭუჭებია, ზოგს გაფერადებია. გუნდის ნახევარი გეგონება ანგლოსაქსები არიან, ჩალისფრად არიან და ჩალისფერ ფერებში არიან თმებით შეღებილი. დრო მიდის. ჩვენ ვიცვლით. ახალგაზრდა თაობა მოდის, ძველი თაობა ემსადება წასასვლელად. მაგრამ რა არის საზრისი ამ ჩვენი აქ ყოფნის? და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ვეხედავთ ყველას ვინც აქ. და ძალიან მიხარია, ბევრი სახით ისეთ სახეს ვხედავთ, რომელსაც ველოდი რა არ იქნებოდა. არ იმიტომ რომ არ მიხარია, იმიტომ რომ სხვა ეკლესიებიდან არიან. არიან ქუთაისიდან, არიან გორიდან, არიან სამგორის ეკლესიიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ძალიან კარგია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არის ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში არ ყოფილა საქართველოში. არ ვიცი, ლია რამდენი ხანია წასულია, 10 წელზე მეტია წასულია, ლია მე-11 წელია. ლია თოფჩიშვილი 11 წლის მერე ბრუნდება თავის ეკლესიაში, თავის ოჯახში და თავის სამშობლოში. ბევრი რაღაცა მოინდომა, რომ ყველა დღეს არ ყოფილიყავით და ერთად აგვენიშნა ეს ძვირფასი დღე, რომელიც არის კვირა დღე, მაცხოვრის გამარჯვების დღე, ზეიმის დღე. პირველმა საკითხავი ძალიან მადის აღძვრელი აზრი შემოთავაზა, რომელიც ჩვენთვის, ჩვენისგან გაჭირებული ქვეყნისათვის შეიძლება ბევრად უფრო მიმზიდველი იყოს, ვიდრე დახინებული ქვეყნებისათვის. პირველი საკითხავი გვეუბნება, მოდით ჭამეთ, სვით, უფულოთ. ცუდია? ძალიან კარგია. მაგრამ როდესაც წინასწარმეტყველი ლაპარაკობს იმ საზრდოზე, რომელიც უფულოთ უნდა ჭამოს ადამიანმა და სასმელზე, რომელიც უფულოთ უნდა დალიოს ადამიანმა, იგი არ გულისხმობს ხარშლამასა და ტიკით ღვინოს. იგი გულისხმობს საზრდოს, რომელიც ადამიანს უფრო მეტად სჭირდება, ესო ფიზიკური საზრდო ხო ძალიან სჭირდება. და ფიზიკური საზრდოს გარეშე ვერ გაძლებ და ვერ იარსებ, როგორი ყოჩაღიც არ უნდა იყოს. მაგრამ ამაზე მეტად სჭირდება ადამიანს, რომ ჰქონდეს სულიერი საზრდო, რომლის გარეშეც ასევე ვერ გაძლებ. ბურუნდიში, ეკლესიაში, რომელიც ჩვენთან დამეგობრებული არის, ორი მხარე ედავებოდა ერთმანეთს და ხშირად ქრისტიანები გამოირჩევიან დიდი მოწადინებით ერთმანეთს ედავენ. ეს ახალი არ არის. და დაუძახეს ერთ ჩემს მეგობარს, რომ მოდი და გვიშველი, იმიტომ რომ ჩვენ თავთვის ვაჭამთ ერთმანეთს, ვერ ვიგდებით, იქნება გვიშველი. ჩავიდა ეს კაცი ბურუნდიში, ერთ მხარეს მოусმინა, მეორე მხარეს მოусმინა, ნახა რომ შეუძლებელია ამ ორი მხარის შეერთება. მე ორივე მხარეს კითხა. ეს არის დინარი ტანგანიკა არის ამ ქვეყანაში.
ყველაზე ღრმა ტბა არის აფრიკაში. ამიტომ ეხლა ორივე მხარეს მოკიდოთ ხელი და ამ ტბაში, ტბის წყალში გადაყარავთ ტანგანიკაში. ღრმა არის ყველაზე ღრმა აფრიკაში. რას იზამთ? ხა შეხედეთ ამ დაპირისპირება მხარებმა ერთმანეთს და თქვენ ეს რას ვიზამთ და გავცურავთ. და ნაპირამდე მივახცევთ. თუ ცურვა არ იცითო? ვერ კიდე შეხედეთ ერთმანეთს და თქვენ თუ ცურვა არ ვიცით? ერთ-ერთი გამოსავალი დავირჩიოთ და ეგ იქნება. სახარების საკითხავი დღეს გვთავაზობს ცურვის გაკვეთილს. რომ იმ შემთხვევაში თუ ღრმა წყალში აღმოჩნდი ცხოვრების, საიდანაც გამოსავალი არ აჩენს, როგორ უნდა გაცვრო. და აქ დინარეში ჩავარდნაზე, წყალში ჩავარდნაზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკი არის ცხოვრების წყალზე და ცხოვრების ღურღუნებზე. რა არის საჭირო, რომ წყალში ჩავარდილმა ადამიანმა ან და განსაცდელში ჩავარდილმა ადამიანმა შეძლოს თავის გადარჩენა. და ეს სოფელი, რომელშია ჩვენ ცხოვრობთ, სხვა კი არაფერი. ზოგს შეუძლია ცურვა და ცურობს, ზოგს არ შეუძლია ცურვა და ირჩევა. საკითხავმა დღეს ჩვენ შემოგთავაზა ასეთი ძვირფასი აზრი. მოინანიეთ, რადგან თუ არ მოინანიებთ, თქვენ ისევე წარწყდებით როგორც სხვები. ისევე დაიღუპებთ. აქ მუქარაზე არ არის ლაპარაკი. ერთი არ გემუქრება თუ არ მოინანიებთ, ასე გიზარდ და ისე გიზარდ. აქ ლაპარაკი არის აზრის შეცვლაზე. და ის თუ ადამიანს სჭირდება, რომ ამ წუთისოფლად იცხოვროს ისე, რომ არ ჩაიძინოს, ან და თუ ადამიანს სჭირდება, რომ კონდეს ერთავად საზდო, რომლითაც იგი დაყურდება და გაიგნას თავს ამ წუთისოფლად, ამისი საგზალი არის მონანიება. მაგრამ მონანიება ეს არ არის ბოდიშის თქმა. მონანიება ეს არის აზრის შეცვლა, აზრის გამოსაღება. არადა როგორ გინდა რომ აზრი ისეთი საღი იყოს, რომ შენი აზრი მისაღები იყოს ღმერთისათვის. ესაა საკითხავმა გითხრა რომ ჩემი ფიქრი სად არის და თქვენი ფიქრი სად არის. როგორც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთისაგან დაშორებული, ასე არის დაშორებული ჩემი ფიქრი თქვენი ფიქრისაგან. დღევანდელი საკითხავი მაინც გვაიძულებს რომ ვცადოთ დავინახოთ როგორია ღმერთის ფიქრი და რა გვიშვებს, რა შეგვაძლებინებს რომ ამ წუთისოფლად ისე ვიცხოვროთ, რომ არ ჩავიხჩოთ ცხოვრების წყალში და ღურღუნებში. იესომ მოიყვანა ეს მაგალითი, რომელიც შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო იგავი არის მთელ ახალ აღთქმაში. ხშირად ადამიანი ხედავს და ვერ წარმოუდგენია, ესმის და ვერ გაუგია. ალბათ ყველაზე გამართლებული ამ მიმართებაში არის სწორედ ეს იგავი. ამ იგავს საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები უსმენდნენ, კითხულობდნენ, მაგრამ ვერ გებულობდნენ. როგორი საკითხავია ეს, რომ თუ ლერვის ხე ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭერი და გადაუძახე ცეცხლში. სამწუხაროდ და ჩვენ როგორც ქრისტიანებმა არაერთხელ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ჩვენი წარსულის წინაშე, რომ როგორ უდიერად მოვეკეცით მაცხოვრის სიტყვებს. ჩვენმა წინამორბედებმა ასე გაიგეს, რომ თუ კი ადამიანი ისეთი არ არის, როგორსაც დამკვიდრებული ეკლესია ელის და ითხოვს მისგან, მაშინ ეს ადამიანი უნდა მოიკვეთოს და ცეცხლში დაეწყოს. მე არ ვიცი და არ ვიცი არსებობს თუ არა სტატისტიკა ამ იგავის საფუძველზე რამდენი 1000 ადამიანი დაწვეს ევროპაში. ევროპის თავისებურება ის არის, ევროპაში ვისაც წვავდნენ, იმას თან წერდნენ, რომ დაწვეს.
და აღმოსავლეთში შეიძლება არ წერდნენ, მაგრამ დაწვით და გაუბედურებით ყველა საუბედურებით. აღმოსავლეთის და დასავლეთის ქრისტიანობისა ერთნაირად არის პასუხისმგებელი იმის გამო, რა ფორმითა და რა სახითაც მოაღწია ჩვენამდე ქრისტიანობა. ულმობელი სახით, რომელსაც არ ესმის გაჭირებულისა, რომელსაც არ ესმის დავდომილისა, რომელსაც არ ესმის ადამიანისა, რომელმაც ცხოვრებაში ფეხი რაღაცას წამოკრა, შეეშალა და დაეცა. დაეცა? ქრისტიანობის პასუხი ესეთი იყო. დაეცა და მისი ადგილი ცეცხლში. იგავის მიხედვით კი ის ვინც ნაყოფით დაეცა, ცეცხლში კი არ უნდა დასვა, არამედ უნდა მოუარო, დაუყო, მოუფონო. ნაკელი დაუყაროთ, სასურველი ადამიანებს ნაკელი არ დაუყაროთ, ეს ალეგორიული თქმა არის. მოუარო და მერე დანარჩენი ღმერთს მისცე, რომ ღმერთმა თავისი საქმე გააკეთოს. და ღმერთი თავის საქმეს ყოველთვის ხეირიანად აკეთებს. იმიტომ რომ ჩვენი აზრი ღმერთის აზრისგან ძალიან შორს არის, ჩვენი ფიქრი ღმერთის აზრისგან შორს არის და როდესაც ღმერთი თავის აზრს გვთავაზობს და გვიზიარებს, თავისი სულიწმიდის მეშვეობით, ეკლესიაში, ამ კათედრიდან, საფუძვლის კითხვიდან ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ რა არის ღმერთის აზრი. რამოდენიმე კვირაში ჩემი ბოლო ჩამოსვლის დროს ეს იყო თებერვლის თვე. იანვრის თვეში. ბოლო ჩამოსვლა ჩემი არ იყო იანვრის თვეში. და ვიდრე ჩამოვიდოდი, მთელ მსოფლიოში გავრცელდა ინფორმაცია და ეხლა იცით რომ ამ ინტერნეტის საშუალებით ძალიან ადვილია იცოდეს სად რა ხდება. რომ საქართველოში მუსლიმებს დევდნენ. და მართლაც მომივიდა წერილები, ინფორმაცია, სადაც წერია რომ ამადა ამ სოფელში მუსლიმები პარასკევს უნდა შეიკრიბნენ და ილოცონ, ჩაუდნენ კარებში ქრისტიანები და უთხრეს რომ ჩვენ აქ ლოცვის უფლებას არ მოგცემთ. ეს არის ქრისტიანული ქვეყანა და მუსლიმებს აქ არ გედგომებოდ. მერე კიდე გამეორდა მისი მსგავსი რამ, ახლა მანამდე თუ აჭარაში იყო და დასავლეთ საქართველოში იყო, ახლა გამეორდა აღმოსავლეთ საქართველოში. თუ და რო ჩამოვედით აქა, დაგვხდა ასეთი ვითარება, რომ მუსლიმები დევნას განიცდიან, ჩვენ თქვით რომ მოდის სოლიდარობის ნიშნად, რომ ჯერთ ვისა აქვს უფლება, რომ ადამიანს ღმერთზე ლოცვა აუგზავნოს, დედამიწის ზურგზე. შენ მოგწონს, არ მოგწონს, მუსლიმია, ვინა შენი ან საქმე არა. ეს ადამიანი ლოცულობს ღმერთზე და ღმერთმა და კაცმა იციან თავის საქმე. ჩვენი საქმე არა. და ჩვენ როგორც ქრისტიანები ვთქვით, რომ მოდით წავიდეთ და ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ მუსლიმი დებისა და ძმების მიერ. ჩვენ ქონდა ეპისკოპოსებს შეხვედრა, ვილაპარაკ თელი დღე ვისხედით და ვილაპარაკოთ, რომ როგორ დაგვეგეგმა ეს შეხვედრა. და ერთი ვარიანტი იყო, რომ ჩავიდოდით ბათუმში, შევხვდებოდით ამ მუსლიმ წინამძღოლებს და ვეტყოდით, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ქრისტიანობა ამას არ გულისხმობს, რომ ვინმეს რამე აუგრძალო, ვინმეს რამე თავს მოახვიო, გინდას მოგწონდეს, გინდა არ მოგწონდეს. და ჩვენ ამ სოლიდარობის ნიშნად თქვენთანა ვართ, თქვენთვის ვლოცულობ და გიცხადებთ სულ თანადგომას ამ განსაცდელი შამს, რომელშიც თქვენ. ერთი ვარიანტი, ვიდრე ბათუმში ჩავიდოდით, იყო ასეთი, რომ ჩავსულიყავით ბათუმში, ეს სეზონი უკვე აღარ იყო და იაფად, შედარებით იაფად დაგვექირავებინა სასტუმრო. სადაც ასე დაახლოებით 20-ზე მეტი ადამიანი დავბინავდებოდ, 25 ადამიანი. მაგრამ ბოლოს თქვით, რომ ჩვენ თუ მართლა გვინდა ამ ხალხს სოლიდარობა ვაჩვენოთ და ქრისტიანულ თანაგზნობა ვაჩვენოთ, ჩვენ სასტუმროში კი არ უნდა გავჩერდეთ, უნდა მივიდეთ და იმათთან ერთად ვიცხოვოთ, გავჩერდეთ ღამე იმათთან სახლში. და მართლაც ისინი დაყავდნენ და ეს 20-25 კაცი ზუსტად აღარ მახსოვს, ჩავედით ბათუმში და დავბინავით იმათ სახლებში. ეს იყო ერთი ვახშამი საღამოთი, რომელიც ერთად გავატარა, მეორე დილას საუზმე იყო და მერე სადილისათვის, როცა ჩვენ შევხვდით ყველა როგორც ჯგუფი მასპინძლებიან სტუმრებიან, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გავხდით მოწმეს საოცარი სასწაულის. ერთმა ვახშამმა
ერთმა საუზმემ ქრისტიანების აზრით შეცვალა მუსლიმებზე და მუსლიმების აზრით შეცვალა ქრისტიანებს. თუ კი მანამდე ისინი ერთმანეთში მტერს ხედავდნენ, თუ კი მათ ერთმანეთისა ეშინოდნენ, აღმოაჩინეს, რომ ჩვენ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც ყველა. ჩვენც ვიცით რა არის ტკივილი, ჩვენ ვიცით რა არის სიხარული, ჩვენ ვიცით რა არის ცრემლი, ჩვენ ვიცით რა არის დარდი. ამ შეხვედრებამ ძალიან მასშტაბებად მოახდინა აჭარის მუსლიმთა თემის ერთ-ერთ წინამძღოლს. და რამოდენიმე კვირაში მომწერა წერილი. ცეცხლაძე არის გვარი. ზურა. ამ ცეცხლაძე მომწერა მოკლე წერილი ოქსფორდში. სადაც წერია, რომ ძვირფასო ბატონო მახას, რა კარგი იყო რომ ჩამოხვედით. დიდი მადლობა თქვენი სტუმრობისათვის. და მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე არ მიგწვია სიტყვა და სიყვარული ასეთი არამუსულმანური სარწმუნოების წარმომადგენლებისგან. პირველი ჩემი რეაქცია ასეთი იყო, რომ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევძელით ადამიანის გულში სითბოსა და სიყვარულის გზნობის აღზრდა, მაგრამ მე რაც ცოტა რომ დავფიქრდი. არ ვიცი თქვენ დამეთანხმებით თუ არა, აღმოაჩინე რომ ეს სულაც არ იყო ქათინაური. თუ ამ წელიწადის გულდასმით წავიკითხავთ და რაც მე მგონია რომ დავაკეთე, აღმოჩნდება რომ ჩვენ მე ამ წერილით მივიღე თავზარდამცემი შეფასება იმისა, რა ქვეყანაში ცხოვრობ, ქრისტიანები რას წარმოვადგენენ და არაქრისტიანები რას წარმოვადგენენ. ეს კაცი, რომელმაც ეს წერილი მომწერა ცეცხლად, იქნება ასე რამდენი წლისა იქნება? 50-მდე წლის კაცი. 50 წელი არის ჩვენ ვთვლით არა ქრონიკაში. 50 წლის ადამიანი არის ნახევარი ცხოვრება რომ თითქმის გატარებული აქვს. და მე მივხვდი რომ ამ კაცმა ნახევარი საუკუნე, ან ცხოვრების მეტი წელი, ან ცხოვრების ნახევარი ისე გაატარა რომ ცხოვრებაში სითბო და პატივისცემა არ იგრძნო სხვა რელიგიის წარმომადგენლებისაგან. და ტრაგედია, ჩვენი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ეს სხვა რელიგია არის ქრისტიანობა, რომლის მთავარი, რომლის დროშაზეც სიტყვები, რომელიც აწევი, არის სიყვარული. და თუ სიყვარულის რელიგიას, რომელიც წიაღშიაც ამ მუსლიმებს უხდება ცხოვრება და საქმიანობა, არ შეუძლია სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა, მას რა ფასი აქვს ასეთ რელიგიას? შეიძლება ასეთი ინკვიზიტორული სულისკვეთების ადამიანმა რომ შეისწავლოს ეს საქმე, იურისტმა რომ შეისწავლოს საქმე, თქვას რომ რა ფასი აქვს ასეთ ქრისტიანობას, რომელმაც საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ამაყობს თავისი ქრისტიანობით, ქრისტიანული ღირებულებებით, ქრისტიანული წარსულით, ქვეყანას თავს ვაჭამთ, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ ერთ-ერთი ყველაზე ძველი. მაგრამ ეს თუ არ გამოჩნდა ადამიანურ ურთიერთობებში, ეს თუ არ გამოჩნდა განსხვავებული აზრის მიღებაში, განსხვავებული სარწმუნოების ადამიანის დაფასებაში და არა მარტო დაფასებაში, არამედ სიყვარულში. რა აზრი აქვს ამას? თვითონ იესომ მოგვცა ძალიან საინტერესო მაგალითი, როდესაც მას შეეყარა სიოფინიკიელი ქალი. წარმართი. ებრაელები ყოველთვის ერიდებოდნენ წარმართებს, მათთან ურთიერთობას. იესომ ამ წარმართმა უთხრა, მოდი განკურნე, იმან უთხრა, ვერ გაკურნა, ჯერ ამდენი ებრაელია განსაკურნე, შენ როგორ გაკურნე? იესოს ცდის ამ და ეს ქალი ეუბნება, რომ კარგი ებრაელები გიქრავს გასაკურნი და იესომ ასეთი მაგალითი მოიყვანა, როდესაც პური დევს მაგიდაზე. ეს პური არის შვილებისათვის და ოჯახის წევრებმა უნდა ჭამონ პური. და მე როგორ შემიძლია ეს პური სხვას მეც. ეს სიოფინიკიელი ქალი იძახის, რომ კარგი ბატონო, დააპურე ეგ შენი შვილები, დააპურე შენი ოჯახი. მაგრამ როდესაც კაცი სუფრაზე ზის და პურობას ეწევა, მისი მაგიდიდან ცვივა ნამცეცები.
და ეს მიდლაყუნდება, ეს ძაღლი ნამცეცებს ალოკავს და ასრულებს. თავს ანდარებს ასე და ასეთი მიზერული საწყალი წყალობის ღირსი გამხად როგორც ნამცეცი არის ძაღლისათვის, ლუკმაპურთან და უაპურთან შედარებით. და იესო მაშინ თქვა საოცარი რამ, რომელიც მე მგონია რომ ძალიან დავიწყებულია და დამარხული. მე ებრაელებში და ისრაელებში ვერ ვნახე ასეთი რწმენა. ეს მე მგონი ისეთივე ტრაგიკული განცხადებაა იესოსი, როგორც ამ ცეცხლაძის წერილი. ებრაელი ხალხი, ისრაელი ხალხი, ყოველთვის ამაყობდა და დღემდე ამაყობს თავისი რწმენით. და იესო იძახის. როდესაც შეხვდა ამ სიროფინიკელ წარმართკაც, ისრაელში ვერ ვნახე ასეთი რწმენა. ხალხში რომელსაც რწმენა უნდა გქონდეს. ახლა ქრისტიანებს შევხედოთ. ქრისტიანობა ეს არის სიყვარულის სარწმუნოება. და ამ ცეცხლაზე დღეს ჩვენ ისეთივე წერილი მოგწევ შეუგულებს გაუცნობიერება. როგორც იესომ თქვა ამ სიროფინიკელ ქალთან მიმართებით. რომ სად არის თქვენი რწმენა, სად არის თქვენი სიყვარული. ამ ტანგანიტის ტბის ამბავს რომ ვახსენებთ, სწორედ ასე. თუ ამ უძირო ტბაში აღმოჩნდი და ცურო არ იცი, განწირული ხარ დახჩობისას. ქრისტიანისათვის ეს ცხოვრებაც ასეთი ტბა არის. თუ სიყვარული არ იცი, თუ სიყვარული არ შეგიძლია, თუ პატიება არ შეგიძლია, თუ კი განსხვავებული აზრის, რწმენის, სფერის, ეხლა აქ რომ მოვდიოდი, ძალიან მემცხეთა მოუხვიეთ აქ მეტროსთან, წერეთლის მეტროსთან, ორი შავკანიანი გოგო გადაგვეყარა. 5 წლის წინ ასეთი ადგილი სანახავი ალბათ არ იყო, ვიდრე წავედი თბილისში შავკანიანების ნახვა. ეს სამყარო ძალიან ჭრებია. ჩვენ 75 წლის განმავლობაში ვიყავით მოქცეული ამ სამყაროში, ჩაკეტილ სამყაროში. და დღეს ეხლა ჩვენ ვხედავთ ეს სამყარო მარტო თეთრკანიანებით არ ყოფილა დასახლებული. მარტო ერთი მონოგენური სარწმუნოებით არ ყოფილა დაკავებული. აქ არის შავკანიანები, აქ არის ყორიკანიანები, აქ არის სხვადასხვა ფერის, ჯურის სარწმუნოების ხალხი. ჩვენი სარწმუნოება ქრისტეში ყველას მოიცავს. ხო ეს ბანალური სიტყვა არის, ძალიან ბანალურია ქრისტიანობაში, რომ გვიხდება ამისი თქმა, ყველას მოიცავს. მაგრამ ყველას მოიცავს არა მარტო ინტელექტუალურად, ჩვენ ვიცით რომ ყველას მოიცავს. მაგრამ ემოციურად, რომ ყველა ადამიანი როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის რასობრივად, ენობრივად, სარწმუნოებრივად. ყველა ადამიანი არის ღმერთის სახე და ხატი. აღმოსავლეთის ქრისტიანობაში აქაც არის ჩვენს ეკლესიაშიც არის, მართლმადიდებელ ეკლესიაში კიდევ უფრო თვალსაჩინოდ მოწიწებული დამოკიდებულება მაცხოვრის ხატისადმი. არაფერი ფასი არ აქვს მაცხოვრის ხატისადმი მოწიწებულ დამოკიდებულებას, თუკი ჩვენ ადამიანის მიმართ არ გვაქვს მოწიწებული დამოკიდებულება. აქ ლაპარაკი არ არის ის ადამიანის, რომელიც გურჯია, ჩვენიანია, ქართველია, იმიანი, ამიანია. არამედ ადამიანისათვის ზოგადად. ჩემი ლოცვა ეს არის. ჩემი სათხოვარი ეს არის და ჩვენ ამ დიდმარხვის პერიოდში გვექნება შეხვედრები, საუბრები, ფიქრი, ლოცვა იმისათვის, რომ ვისწავლოთ ცურვა, რომლის გარეშეც ჩვენ განწირული ვართ დასახჩული. ამ ცურვის გაკვეთილი სწავლა ძნელი არ არის. პირველმა საკითხმა მოგვითხრა, გახსოვთ, მოდით და მუქთად ჭამეთ რაც გინდა. ის რაც ამ დედამიწაზე ყველაზე ფასეულია, ყველაფერი მუქთად. სიყვარული მუქთად. როცა ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი, აქ ფასი არ არის. შეიძლება აღვი ახსნილმა ადამიანმა მოიაროს დედამიწის საროსკიპოები, მაგრამ სიყვარული ვერ ნახავს. დიდძალი ფული ჩაყაროს ამ საროსკიპოებს. სიყვარული ის, რასაც ნამდვილი სიყვარული ქვია, ამას ფული არ უნდა. ამას უნდა ადამიანის გახსნილობა, ადამიანის ყურადღება, ადამიანის მოწადინება, რომ მიიღოს სხვა ისეთი როგორც ის არის. ჰაერი
ასე არ ჭირდება. მეგობრობას ასე არ ჭირდება. ყველაფერი რა თქმა უნდა მოითხოვს ჩვენგან შრომას. სიყვარული მარტო ის არის, რომ მე მიყვარს და სიყვარულის იმაში ვდნები გრძნობაში. ამ სიყვარულს ჭირდება გამოხატულება. მე მცხვენია და პირველივე შემთხვევა როგორც კი მომეცა მუსლიმურ თემის წარმოადგენელს ეს აქ აღარ იყო, ეწასული იყო ოქსფორდში. ბოდიში მოუხადე ქრისტიანების სახელით, რომ რაც ჩვენ ქრისტიანებისთვის თქვენთვის გვიწყენებია, თუ შეგიძლიათ რომ გვაპატიოთ. და ალბათ დიდმახვის პერიოდში, სწორედ ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ჩხრიკავთ ჩვენს გულს. ჩვენ ცდილობთ ეს გულის ჩხრიკვა არის სწორედ ამ ცურვის სწავლა. რომ თავი გავიტოვოთ, სამშვიდობოზე გავიდეთ, თონს გავიდეთ. კარგი ამბავი ის არის, თუ ცურვის სწავლა გინდა, მეც რა არ ვიცი მოთხოვს. ასე ტანგანიკაში გადავისწრო და გავიჭრე. მაგრამ თუ ცურვა გინდა რომ ისწავლო, უნდა დაიქირავ კარგი მასწავლებელი, გჭირდება კარგი საცურაო აუზი, ინსტრუქტორი, რომელიც განსაკუთრებით ჩემ ასაკში ვინმე ცურვას ასწავლის. მაგრამ იმ ცურვას, რომელზედაც მე ახლა გელაპარაკებოდი, ამ ცურვის სწავლა ფასთან არ არის დაკავშირებული. არც დიდ საბანაო აუზთან გინდათ მისვლა, არც ინსტრუქტორების დაქირავება გჭირდებათ. რადგან ცურვის მასწავლებელი იესო ქრისტე ყოველთვის ჩვენთან. და როგორც ისლამური თეოლოგია ეძახის, ღმერთი ჩვენთან გაცილებით უფრო ახლა ვიდრე ვენა, რომელიც ჩვენს ხორხთან არის. ეს ჩვენი მოძღვარი, ეს ჩვენი მასწავლებელი, ცურვის მასწავლებელი დავარქვათ. ბევრი რამე დაუქმებთ იესოსთვის, მაგრამ ეხლა დღეს მოდი ცურვის მასწავლებელი დავარქვათ. ყოველთვის ჩვენთან არის. მარტო ყურის დაგდება გჭირდება, მარტო თვალის გახელა გჭირდება. რომ ვიცოდეთ, რომ ის ყველას ყოველთვის აცდის. კიდევ ერთხელ წელი. და ეს ლიტურგიული კალენდარი, რომელიც გვაახლოვებს ჩვენთან აღდგომასთან, ეს იგივე დრო არის, რომელიც მაცხოვარმა მოგცა. იმისათვის, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ მაცხოვართან, კიდევ უფრო მეტი ნაყოფი გამოვიყოთ, კიდევ მეტი სიყვარული გავცეთ იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ეს ძალიან სჭირდება და პარადოქსი რაში ეს სიყვარული ყველას სჭირდება. არ არის ადამიანი, რომელსაც სიყვარული და ურთიერთობა არ სჭირდებოდეს. მოდით ამ ფიქრით, ამ ლოცვით განვეცხოთ ევქარისტიისათვის, რომლისათვის ეს დღეს ჩვენ ყველანი ვსურვით. და ამ ევქარისტიის თავისებურება ის არის, ვიდრე ტაბლასთან მივიდეთ, ის ყველასი არის. ეს ტაბლა არ არის ბაპტისტური ეკლესიისა, ეს ტაბლა არის იესო ქრისტეს. ამ ტაბლასთან ყველა დაპატიჟებული, ყველა ადამიანი, ვისაც უფალი იესო ქრისტე უყვარს და ვისაც ადამიანი უყვარს. შეიძლება ღმერთი გიყვარდეს, მაგრამ თუ ადამიანი არ გიყვარს, ღმერთის სიყვარულს ჩარის ფასი. უფალი დაგვეხმაროს დღეს.